იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ნომერ მეხუთე ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა. დედის დღესთან დაკავშირებით მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ კონცერტს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს პირველი ლედი, პარლამენტის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. სტუმრებმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი განახლებული სამკერვალო სივრცე დაათვალიერეს, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება, ასევე სილამაზის სალონი, ფიტნეს დარბაზი და ბიბლიოთეკა, რომლებიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია რეაბილიტაციის მიზნით ფუნქციონირებს. ღონისძიების დასასრულს მსჯავრდებულებმა სტუმრებს მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს. დღევანდელი დღე ყველა დედას ეკუთვნის, თუმცა განსაკუთრებულად გველოდებოდნენ რუსთავის ქალთა დაწესებულებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალებს თავისუფლება შეზღუდული აქვთ, მათ ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ, რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია შექმნან. ჩვენ ვიხილეთ ის არაჩვეულებრივი კურსები, ის არაჩვეულებრივი შესაძლებლობები, რომლითაც ქალებს შეუძლიათ, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ და რაც თავარია, ამ დაწესებულების დატოვების შემდგომ გააგრძელონ ნორმალური და ჩვეულებრივი ცხოვრება. კონცერტმა ჩაიარა ძალიან წარმატებული, ძალიან კმაყოფილი, ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით და მინდა რომ ყოველს მოგულოცოთ დღედების დღე, გისურვოთ რომ ყოფილიყავით ბედნიერი. მქონდა ძალიან გულთბილი შეხვედრა მსჯავრდებულებთან, მიულოცეთ მათ დღევანდელი დღე, უსურვეთ რა თქმა უნდა, მალე დაბრუნებოდნენ თავიანთ ოჯახებს, დედებს, თავიანთ შვილებს. ძალიან ემოციური გამოდგა დღევანდელი დღე, მსჯავრდებულმა ქალბატონებმა გამართეს არაჩვეულებრივი წარმოდგენა, იყო ემოციებით სავსე და წარმოსკრენის დაბეჭდილება დატოვა სტუმრებზე.